გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ აიპებში დასაქმებულებს ხელფასები 10%-ით გაეზარდათ. საკითხზე დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს 2025 წლის იანვრიდან სახელფასო სარგუები ასე გადანაწილდა. მერი 7321 ლარი, მერის პირველი მოადგილე 5856 ლარი, მერის მოადგილე 5125 ლარი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 3358 ლარი ექნება, მის მოადგილეს 2628 ლარი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი 2316 ლარი. უფროსი სპეციალისტის ხელფასი 1898 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის 6725 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის 5261, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის 4246, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის 3660, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის 3220, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის 2635, საკრებულოს აპარატის უფროსის 3358 ლარი, უფროსი სპეციალისტის ხელფასები კი ასე გადანაწილდა 1898, 1752, 1314. 10%-იანი ზრდა როგორც თანამდებობის პირებში, ისე აპარატის თანამშრომლებში მოხდა და ამასთანავე მერიიდანაც ანალოგიურად არის წარმოდგენილი, იქაც 10%-იანი ზრდა არის და შესაბამისად აი ამ გაკარგულებისა და ჩვენი უკვე დადგენილების საფუძველზე 10%-ით გაიზრდება ხელფასი. ყველას გაეზრდება, მე მაგალითად მქონდა ასეთი აზრი, რომ ზოგიერთ აიპებში და მათ შორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში დაბალი აქვთ ხელფასები და უფრო სხვა კოეფიციენტით ვფიქრობ, რომ გაეზარდოთ მათ. ხელად ანხები არის მან კვებაზე მიდის ძირითადად და ვფიქრობ, რომ ამზრდელის წახალისებაც აუცილებელი იყო და სავარაუდოდ მე გეტყვით, რომ განათლების სამინისტრო, პარლამენტის განათლების კომიტეტი ამ თემებზე მუშაობენ და ალბათ უკვე სტატუსიც შეეცვლებათ. მათ მხოლოდ ამზრდელი ქვია და პედაგოგის სტატუსიც არ აქვთ. ამიტომ ეს საკითხი მე დავაყენე მათ წინაშე. ბატონი გივი მიქანაძე, კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტისა, ძალიან გაგებით მოეკიდა, სერიოზული ნამუშევარი აქვს და ალბათ ძალიან მალე მოხდება ამ სტატუსის შეცვლაც, ალბათ ხელფასების დაც, რადგან ჩემის აზრით და ალბათ ბევრის აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი მათ ხელშია და მათ უნდა კონდეთ ამისი წახალისება, რომ უკეთესად იმუშაონ და უკეთესი პირობები შეექმნათ ბავშვებსაც.